ტრადიციულად ეს ქუჩა იყო ელიტარული, კარგი გაგებით ელიტარული, ანუ აქ ცხოვრობდა ასე ვთქვათ, მესამე ფენა, განათლებული საზოგადოება, ექიმები, ექილები, ძირითადად, ყოველ შემთხვევაში ინტელიგენცია, რასაც დღეს ინტელიგენციას უწოდებენ, ის ცხოვრობდა თბილისის ქუჩაზე. ეს არქიტექტურაზეც ჩანს, როგორი სახლებია, როგორი მოვლილი ქუჩა იყო თავის დროზე, ძალიან კულტურით სავსე ქუჩა იყო. Რო გამოდიოდნენ სახლიდან მობინადრეები, ვისაც ეკუთვნოდა ეს სახლები, უკვე იგრძნობოდა მათ ჩაცმულობაზე, როგორ გესალმებოდნენ, როგორ გელაპარაკებოდნენ, როგორ მოგმართავდნენ. ყველაფერში იგრძნობოდა დიდი განათლება, დიდი სიყვარული, დიდი პატივისცემა ერთმანეთის მიმართ და რაც თავარია, თავდაბლობა. ეხლა თუ გაიხსენებთ, ვინ იყო მოსახლეობა, ვინ ცხოვრობდა აქ. დავიწყოთ როგორც ამოდიხარ თბილისის ქუჩაზე, პირველი ორსართულიანი დიდი სახლი, ეს იყო მესხების სახლი, იქ ცხოვრობდა ცნობილი ექიმი, გინეკოლოგი კოკონა მესხი და ამ სახლში კიდე ცხოვრობდა მისი დისკმარი, ანუ სიძე ამოჯახის, ლეო შენგელია, რომელიც თავის დროზე იყო ქუთაისის ბერძნების თეატრის დირექტორი, რეჟისორი. ეს არის სადღაც 50-იანი 60-იანი წლები, ანუ ჩემი ბავშვობა, როდესაც ქუთაისის ბერძნების თეატრი მართლა ძალიან მაღალ დონეზე იყო, აქ ისეთი სპექტაკლები იდგმებოდა, ესეთი სხვადასხვა გასტროლებიც იყო ძალიან საინტერესო ამ თეატრში, ცნობილი აბრასწორის თეატრიც იყო თავის დროზე აქ ჩამოსული. ანუ ძალიან საინტერესო პიროვნება ლეო შენგელია და მისი მეუღლე ქეთო მესხი, მათი ორი შვილი, აქედან ერთ-ერთი დური შენგელია, ცნობილი ჟურნალისტი თბილისში, გარდაცვლილია დღეს უკვე, მაგრამ ეს არის ძალიან საინტერესო და ბევრის მთქმელი ოჯახი. მოპირდაპირ მხარეზე ბელეტაჟის სახლი დგას, იქ ტრადიციულად ცხოვრობდნენ რუსიებრიელები, ქშონზერების სახლს უწოდებდნენ. დღესაც შენარჩუნებულია იმ სახლის ხედი, ეს ტრადიციული ბელეტაჟი, რაც საერთოდ ახასიათებდა ქუთაისის არქიტექტურას. შემდეგ ისევ მოდის იმ მარცხენა მხარეზე ორსართულიანი სახლი ჭიჭინაძეების, იქ ცხოვრობდა ძალიან საინტერესო პიროვნება, ცნობილი ფარმაცევტი, საქართველოში ცნობილი ქუთაისის სააფთიაქო სამმართველოს უფროსი მიშა ჭიჭინაძე. მეორე სართულზე, პირველ სართულზე ისევ ცხოვრობდა ებრაელების ოჯახი, ისიც ძალიან საინტერესო ოჯახია. ანუ თუ ებრაელობა ცხოვრობდა თბილისის ქუჩაზე, როგორც წესი, ეს იყო განათლებული ფენა ებრაელების. ყოველ შემთხვევაში, შაუმიანის ქუჩისგან განსხვავებით, თბილისის ქუჩაზე ვინც ბინადრობდნენ ებრაელები, უკვე რაღაც უფრო მაღალ ფენას ეკუთვნოდნენ. განათლებით მაღალ ფენაზეა ლაპარაკი. შემდეგ გადმოვიდეთ ისე მარჯვენა მხარეზე, ქვემოდან მოვდივართ, ცნობილი ოცხელების სახლი. ოცხელების სახლზე ბევრის ლაპარაკი საჭირო არ არის, იმიტომ რომ საბედნიეროდ ოცხელის ღვაწლი და ოცხელის გვარი ქუთაისში სათანადო დონეზეა და ამით უნდა ვუმადლოდეთ ამ ოჯახს, ვინც არის ოჯახში დარჩენილი და მათი გულისხმება ამ საქმის მიმართ. შემდეგ იწყება ოცხელებსა და იმ სახლს შორის, სადაც ახლა ვიწერთ, ეს ცხოვრობ, ამ ორ სახლს შორის არის ჩიხი. ეს ჩიხი გამოირჩეოდა იმით, რომ ძირითადად აქ სომხობა ბინადრობდა, სომეხი მონასახლეობა. მე ყველაფერს რევოლუციამდელს გეუბნებით თქვენ, ანუ 17 წლამდე, 1917 წლამდე. თუ არ ჩავხვით, რაც ვილაპარაკე მანამდე მესხების სახლზე, აქ ცხოვრობდნენ ძირითადად სომხები ჩიხში და ეს სამი გვარი იყო: აშიანები, დარაბეგოვები, ნურალოვები. ეს სამი გვარი იყო ამ ჩიხში წარმოდგენილი და სხვა შორის ჩიხში თავის დროზე იყო სომხური ეკლესია. ხის, ეხლა რა თქმა უნდა ეს ეკლესია აღარ არის იმ ადგილზე, ეხლა საგრანაჟო სადგურია, მე უკვე საგრანაჟო
გაშენდა აქ და თავისთავად ეკლესიაც დანგრეული იყო და არაფერი აღარ არის. მოვდივართ ახლა კიდევ ზემოთ. ძალიან ლამაზი სახლი დგას, 18 ნომერია თბილისის ქუჩის. აქ სხვათა შორის ცხოვრობდნენ ასათიანები და ასე დოკუმენტებშიც ასე იყო ფიქსირებული ასათიანების მამული. ეს ლაპარაკია ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორის მარინა კაცარავას ბებიაზე და ბაბუაზე. ამ მოპირდაპირ მხარეზე გადავიდეთ ისევ, ეხლა დგას ორსართულიანი სახლი, მაგრამ თავის დროზე ესეც იყო ბელი ეტაჟი. ცნობილია იმით, რომ აქ ცხოვრობდა ექიმი მირაქოვი. ეს იყო კოლორიტი, რა თქმა უნდა, ქუთაისის ყელყურის ექიმი იყო, საზღვარგარეთ მიღებული განათლება, რომ გამოდიოდა მირაქოვი სახლიდან, უკვე მერე 60-იანი წლების 70-იანი მაინც ის პეცი ქონდა, რომ ეს იყო რევოლუციამდელი ინტელიგენტი ადამიანი, აუცილებლად ხელში ეჭირა, მაშინ უწოდებდნენ ამას ტროსტი, ჯოხი, ეს უნდა ქონდა ხელში, აუცილებლად საათი, ჩანდა ძეწყვით ეს საათია, აუცილებლად ხელში შლაპა, რასაც ეწოდება და აი მთელი თავის ჩაცმულობით, მთელი თავის ურთიერთობით ეს იყო რაღაცა განუმეორებელი პიროვნება. სხვათა შორის ამ სახლში, რომელზეც ახლა მირაქოვების სახლზე ვლაპარაკობ, ცხოვრობდა ვანო ვარლამიშვილი, რომლის სახელს უკავშირდება თქვენი სკოლა. აი მირაქოვი ბიძა იყო მათი, ვანო ვარლამიშვილის. და ამ სახლში კიდე ცხოვრობდა იაბლონსკები. ისიც მირაქოვი ბიძათ ეკუთვნოდა ამ იაბლონსკებს. ანუ მის დებზია ლაპარაკი, რომლებიც გათხოვდა ერთი ვარლამიშვილზე, ერთი იაბლონსკიზე. ძალიან დიდი კვალი ქუთაისის ისტორიაში ორივე გვარს, ვარლამიშვილსაც და იაბლონსკისაც. ეთერი იაბლონსკი ძალიან ცნობილი პედაგოგი იყო. მისი ძმა მიშა ფარმაცევტი იყო, თავის დროზე ძალიან ცნობილი ისიც მიშა იაბლონსკი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კიდევ ვინ გავიხსენო თბილისის ქუჩაზე? გავიხსენებ ხეიძეს სახლს. იყო ასეთი ცნობილი კბილის ექიმი, თბილისის 20 ნომერია. ნოემ ხეიძე, მისი შვილი დაიწყო, ხეიძე ინჟინერი, მერე ცნობილი და საინტერესო პიროვნება ესეც. აუცილებლად უნდა აღნიშნოთ, რომ თბილისის ქუჩაზე ცხოვრობდა. თბილისის ქუჩაზე ცხოვრობდა ვალიკო მიზანდარის გვარი, მე მგონი ყველა მიცის ქუთაისში, მაგრამ მაინც გავიხსენოთ, რომ ნიკოლაძის სახელს უკავშირდება მიზანდარი თვითონ ნიკოლაძის მოსწავლეა. სხვა შორის ერთი პერიოდი ნიკოლაძეც მან ცხოვრობდა გვერდით სახლში და დღეს საინტერესოა ამ სახლში ცხოვრებას აგრძელებს მისი მემკვიდრეები, მისი შვილი, რძალი, შვილიშვილები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს რაც შეეხება ამ ჩემს შემოგარენს, რაც ძალიან საინტერესოა, ჩემს ირგვლივ, სადაც ვიმყოფებით ახლა.